დავაგოგირდის აბანოების ხელმძღვანელებსა და Georgian Water and Power შორის გრძელდება კომპანია აბანოების ხელმძღვანელების მოთხოვნას წყლის გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებით გამოეხმაურა. Georgian Water and Power-ი აცხადებს, რომ გოგირდის აბანოებისთვის გამონაკლისის დაშვებას არ აპირებს, თუმცა სთავაზობს ალტერნატიულ გზას ტექნიკურად უზრუნველყონ, რომ გოგირდის აბანოების წყლის გადასახადი შეუმცირდეს. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან. რაც შეეხება გოგირდის აბანოების ხელმძღვანელებს, ისინი პოზიციას არსწვიან და მიიჩნევენ, რომ დღეს არსებული ტარიფი უნდა შემცირდეს. სასამართლოს სხდომა 5 მაისსაა ჩანიშნული. კომპანია GVP-მ აბანოებს შესთავაზა, რომ კომისიურად შეგვესწავლა საკითხი დეტალურად, თუ ტექნოლოგიურად რა საშუალებები არის იმისათვის, რომ მათ მიერ ჩვენს სისტემაში ჩადინებული გოგირდის წყალი არ ჩაედინებოდეს წყალარინების სისტემაში. სემეკმა დააწესა 0-დან მაქსიმალური ზღვარი, ის სწორედაც ის 4 და 40. რატომ არ იყენებს Georgian Water and Power-ი ამ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებს თავის შეხედულებისამებრ მისცეს რაღაცა სხვა ტარიფი?